ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი ხვალ საქართველოში ჩამოვა ვიზიტი 2 დღე გაგრძელდება. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ქვეყანაში ბორელის პირველი ოფიციალური ვიზიტი ამჟამინდელი უფლებამოსილებით მას საშუალებას მისცემს განიხილოს პროგრესი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და ასევე გაცვალოს აზრები უფრო ფართო საგარეო პოლიტიკასა და რეგიონულ საკითხებზე. ჯოზეფ ბორელს უმასპინძლებს საქართველოს პრეზიდენტი, ასევე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი შეხვდება პრემიერ-მინისტრს მთავრობის მეთაურთან შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია ერთობლივი პრესკონფერენცია. ბორელი ასევე შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, პარლამენტში მყოფ ყველა პოლიტიკურ პარტიასა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. ბორელის დაგეგმილ ვიზიტს პოლიტიკურ სპექტრში აფასებენ. მოსამოლობაში, როდესაც ჩვენ ფორმატ რეკომენდაციიდან 3 გვაქვს სრულფასოვნად შესრულებული ივნისის ევროკომისიის არაფორმალური შეფასებით და მოსამოლობაში, როდესაც ჩვენ ხვდებით ამ მაღალ რანგის სტუმარს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებით, იმისთვის რომ ის ევროკავშირის დედაქალაქთვის ქვეყნის საგარეო ვექტორს ევროკავშირში წევრობას ლობირებს, რა თქმა უნდა, არც თუ ისე ხელსაყრელი რეალობაა. ევროპამ კიდევ ერთხელ დაადასტურებს ხვალ, რომ მზად არის გაფართოებისთვის, კარი არის ღიად, ძალაშია მთავარი სიტყვა ევროპის, რომ დაგვეხმაროთ, ნიშნავს შევასრულოთ 12 პუნქტიანი რეკომენდაცია. ქართული ცნება ყველაფერს აკეთებს, რომ რეკომენდაცია არ იყოს შესრულებული, 9 რეკომენდაცია არის შეუსრულებელი. ჩვენ ვიცით, რომ შუალედური შეფასებით სამწუხაროდ ევროკავშირის შუალედური შეფასებაა, არა რომელიმე მხარის ამ პროცესში, არამედ იმისი, ვინც საბოლოოდ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რომ მძაფრული მდგომარეობით მხოლოდ 3 ჩაითვალა შესრულებულად. ამიტომ ხელისუფლებამ უნდა გასცეს პასუხი მთავარ კითხვას დღეს. როგორ ფიქრობს ის, იმსახურებს თუ არა ქართველი ხალხი სამართლიან რეფორმებს? ეს იქნება საქართველოსთვის კარგი და პოზიტიური ვიზიტი და დიდი პოლიტიკური მხარდაჭერა ჩვენთვის, ვინაიდან ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ჩამოსვლა საქართველოში ეს არის ძალიან დიდი პოლიტიკური მოვლენა და ჩვენი ქვეყნისთვის დიდი პოლიტიკური მხარდაჭერა. ვიზიტის შემდეგ ნაციონალური მოძრაობა, მათი სატელიტები, მათ მიერ მართული ტელევიზიები, რომელიც აგერ აღმოჩნდა, რომ თურმე ფარასკანონით თანახმად აგერ გავიგეთ, რომ ფულს იხდიან ქვეყნის გაშავებაში, ნახავთ, რომ ამ ვიზიტზეც 1000 სპეკულაციას მოიგონებენ, მაქსიმალურად ეცდებიან, რომ გააშავონ, დააზიანონ და დისკრედიტაცია გაუწიონ ასეთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენას. საუკეთესო შესაძლებლობა, რომ უმაღლეს დონეზე პირდაპირ იმ ადამიანთან, რომელსაც ავალი აქვს ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, ვისაუბროთ ჩვენ უსაფრთხოების გამოწვევებზე, ჩვენ საგარეო პოლიტიკაზე, ევროკავშირთან ურთიერთობებზე და რა თქმა უნდა ჩვენს მოლოდინებზე დეკემბერთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.